კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანი არასამთავრობო ორგანიზაციებს თბილისის ჰამქარს, მწვანე ალტერნატივას და საიას წარმომადგენლებს, ასევე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მათწინა საარჩევნო პროგრამა გააცნო და თბილისის განვითარების შესახებ მათი მოსაზრებებიც მოისმინა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც დედაქალაქის სივრცით ტერიტორიულ განვითარებას, მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ეხება, რეკრეაციული ზონების განვითარებას ეხება და მნიშვნელოვანია ის, რომ დედაქალაქის სავალალო პოლიტიკის ფორმირების დროს ეს ნაწილი გამოკვეთილი იყოს და აქტიური მუშაობა წარიმართოს დედაქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. დღეს სხვადასხვა საკითხი შევეხეთ, ეს ეხებოდა ჰაერის დაბინძურების საკითხებს, გამწვანებასთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტს და პარკირებასთან დაკავშირებით საკითხებს. მათ დაუგროვდა ძალიან ბევრი შეკითხვა და შესაბამისად ჩვენ ვიფიქრეთ, რომ იქნებოდა კარგი, რომ ორგანიზება გავგეწია ასეთი შეხვედრისთვის წინასაარჩევნოდ. იმედია, რომ ეს თანამშრომლობა, ეს ღიაობა და საჯაროობა შემდეგში გაგრძელდება. ნაციონალების